გერმანული არქიტექტურა, სამსართულიანი ქვის ლამაზი სახლები, მოკირწყლული ვიწრო ქუჩები. ასეთია პატარა სოფელი ასურეთი, რომელიც თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ელიზაბეთ დალი ასე ერქვა ადგილს მე-19 საუკუნეში, როდესაც ის სამხრეთ გერმანიის რეგიონიდან შვაბიიდან გადმოსახლებულმა ოჯახებმა აშენეს და აქ საუკუნეზე მეთხანს ცხოვრობდნენ. სოფელში შემორჩენილია გერმანული ეკლესია და სასაფლაოც. გერმანული სოფელი ერთნაირად საინტერესო და მიმსიდველი სანახაობა როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტებისთვის. ანა მასხარაშვილისა და ვანო ლეგიაშვილის რეპორტაჟი გერმანული სოფლიდან. 1940 წელს გადაღებული ფირი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში. სოფელ ასურეთში მცხოვრები გერმანელების ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. აქ სამხრეთ გერმანიის რეგიონიდან შვაბიიდან გადმოსახლებული ოჯახები და მათი შთამომავლები თითქმის 150 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ 1818 წელს პატარა ევროპული სოფელი გააშენეს, რომელსაც ელიზაბეთ დალი უწოდეს. გერმანელები შემოვიდნენ საქართველოში 1817 წლიდან და 1820 წლისთვის უკვე საქართველოში იყო მსხვილი, ასე ვთქვათ, 5 ესეთი დასახლება. მათ შორის იყო ელიზაბეთ დალი, ერთ-ერთი დიდი, მაგრამ ყველაზე დიდი დასახლება იყო კატარინენფელდი, დღევანდელი ბოლნისი, დღევანდელი სართიჭალის ტერიტორიაზე ყველაზე პირველი და დიდი დასახლება მარიენფელდი და ანუ როგორც ხედავთ, სახელებს არქმევდნენ ან თავიანთი დედოფლის საპატივცემლოდ, ან მეფის საპატივცემლოდ, ან წმინდანის. სოფელი მალე იქცა ეკონომიკურად ძლიერ რეგიონად ქვემო ქართლში. ელიზაბეთ დალი თბილისს ამარაგებდა არა მარტო ბოსტნეულით, ღვინით, მაწვნით, რძით და თუ რაიმე მოიპოვებდა კარტოფილით და ასე შემდეგ. ერთადერთი ცხვრის კულტურა არ ჰქონიათ, ამიტომ მეცხვარეები კახეთიდან მოიწვიესო. დანარჩენი მეფუტკრეობა და ასე შემდეგ ყველა დარგი განვითარებული იყო ელიზაბეთ დალში. აქ იყო აბანო, თვითონ გამოიყვანეს ტყიდან გოგირდის წყალი და ძალიან ისეთი აქტიურ ფაზაში იყო აბანო, როგორც ყვებიან. ორი ჰქონდათ გერმანელებს წყლის წისქვილები, ერთი მდინარე ასურეთულაზე, მეორე მდინარე ალგეცზე, საკუთარი ელექტროსადგური ჰქონდათ და მაშინ როცა ირგვლივ სიბნელე იყო, ელიზაბეტას თავისი საკუთარი ელექტროენერგია ჰქონდა და რაღაც გარკვეულ საათებში, მაგრამ მაინც ღამით განათებული იყო მთელი სოფელი. შვაბები 1941 წლის შემოდგომაზე გადაასახლეს საქართველოდან ყაზახეთში. მიზეზი მეორე მსოფლიო ომი, საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიის დაპირისპირება გახდა. შვაბებს მხოლოდ რამდენიმე საათი მისცეს, რომ ტერიტორია დაეცალათ. ფაქტობრივად ხელცარიელებმა დატოვეს მათივე აშენებული მდიდარი სოფელი. 41 წლის ოქტომბერში ერთ ღამეში 24 საათში სოფელი დაიცალა. იმ ღამეს ყმუოდნენ ძაღლები, სოფელი დაცარიელებული საშინელი სანახავი ყოფილა და მალე, უკვე ძალიან მალე, იგივე ზამთრის პერიოდში, აბსოლუტურად მთელი სოფელი ჩამოგვასახლეს ჩვენ რაჭველები. გულზე გასაღები ეკიდათ, დაკეტეს თავიანთი სახლები, იმ იმედით, რომ უკან დაბრუნდებოდნენ. და რა თქმა უნდა, არც ერთი ის უკან არ დაბრუნებულა. შუა აზიაში ჩასული გერმანელი ტირის. იქ სადაც კლდეებიდან მდინარეები მოჩუქჩუხებს და ფანტასტიურად აღწერენ ჩვენ საქართველოს ბუნებას. სწორედ იქ იყო ჩემი სახლიო. Dort war mein Heimat, dort war mein Zuhause. ტიროდნენ, იქ იყო ჩემი შინო. ასე გამოიყურება სოფელი დღეს გერმანული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი, სიმეტრიულად ჩამწკრივებული საცხოვრებელი სახლებით. მთავარი მოკირწყლული ქუჩით, რომელიც სოფლის ცენტრს წარმოადგენდა. მთავარ ქუჩას ვიწრო ქუჩები უერთდება. ელიზაბეთ დალი დღევანდელი ასურეთი ძველად გერმანული სასაფლაოს ტერიტორიით სრულდებოდა. გამოიხედეს სტუმრებით. როგორ ბრძანდებით? არა ნიშნავს, როგორ ახალ ვიბრძანდებით არის. ნათელა აზარიაშვილი ფრიდა შმიტის შვილია, რომელსაც ქართველი მეუღლე ჰყავდა, ამიტომ გადასახლებას გადაურჩა. ფრიდა შმიტის მშობლებს და და-ძმას კი სოფლის დატოვება მოუწიეთ. ყაზახეთში მოხვდა დედაჩემის მშობლები.
და აქ ახლა ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობდა და იმათ დაცილება იყო თურმე საშინელება ისე ტიროდნენ თურმე რომ არ უნდათ დათმობა ერთი მეორეს რაც ხელში დაეტეოდი შენ და შეგეძლო წაღება აი იმის წაღების უფლება ჰქონდა მეტი არაფერი იქ უფრო გაუჭირდათ ცხოვრება ახლა საჭველი ჰქონდათ იქ საჭველი აღარ ჰქონდათ თურმე ყაზახები იყვნენ და მე ეს ტერიტორია სადაც ეს გერმანელები დაასახლეს ისე გამდიდრდა ის ადგილი იმიტომ ესენი მშრომელი ხალხი იყვნენ ძალიან ეს დედაჩემის დაძმანი არიან ყველანი 5 დაძმანი იყვნენ ოჯახში ძველი ფოტოებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი შემორჩა, რადგან წლების შემდეგ უკვე სტუმრად ჩამოსულ შვაბებს მათი ახალგაზრდობის ფოტოები მიჰქონდათ და მასთან ერთად მოგონებები, რომელიც ამ სოფელთან აკავშირებდათ. აი ახლა კარი იყო და ახლა იმასაც ვეღარ აუყოლოდ საწარება მაგათ ჰქონდათ თავიანთი წესი, შაბათობით დაალაგებდნენ ქუჩებს, დაგვიდნენ, დაასუფთავებდნენ, კვირას მიდიოდნენ ტყეში, იქ ერთი ვაკი ადგილი არის ისეთი და იქ ყველას ჰქონდა ესე დიდი წრესავით მოჭრილი ადგილი, რომ იქ ისხდნენ, კეიფობდნენ, დროს ატარებდნენ, ღეროდნენ რამე და საღამოთი ბრუნდებოდნენ სახლში. შვაბების ინტერესს კავკასიის რეგიონში დასახლებულიყვნენ რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ნაპოლეონის ომებმა სამხრეთ გერმანიის საზღვრისპირა რეგიონები, მათ შორის შვაბია გაანადგურა. ამასთან დაერთო ბუნებრივი კატაკლიზმები და კლიმატის ცვლილებები, რის გამოც მოსახლეობას მოსავალი ვეღარ მოჰყავდა. რელიგიური დაპირისპირებები კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის. ასევე იყვნენ სეპარატისტი პროტესტანტები, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მეორედ მოსვლა ახლოვდებოდა და არარატის მთასთან, ან წმინდა მიწასთან ახლოს უნდა გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ინტერესი დიდი იყო მეფის რუსეთის მხრიდანაც. რუსეთის იმპერია სურდა კავკასიაში ბევრი დაუმუშავებელი მიწის ათვისება და რეგიონის ეკონომიკურად გაძლიერება. ასევე დასაყრდენი ქრისტიანი მოკავშირეების დასახლება რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, რომელშიც მაშინ საქართველოც შედიოდა. ცარისტულმა რუსეთმა ამ გერმანელებს გამოუყო დაპირებული 60 დესეტინის ნაცვლად 35 დესეტინა მიწა, დესეტინა 1 დაახლოებით ჰექტარზე მეტია, ასევე უზრუნველყვეს ისინი ფულადი დახმარებით, სურსათსანოვაგით და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იარაღებითაც. ფულადი დახმარება მერე თვითონ ამ ადგილობრივმა გერმანელებმა იხადეს წლების განმავლობაში, ზოგი ჩამოუჭრა რუსეთმა და 1870 წელს გერმანელებს აღარ ჰქონდათო სახელმწიფო დავალიანებაო და დაიწყო ეკონომიკური აღმავლობა. საცხოვრებელი სახლები, რომელსაც სოფელში შეხვდებით, ძირითადად ორსართულიანია, მასიური ქვის კედლებით, წითელი კრამიტით და დახრილი სახურავებით, როგორც გერმანიაში აგებდნენ. სხვენს მოსავლის შესანახად იყენებდნენ. თითქმის ყველა ოჯახში შეხვდებით მარანს. სახლები ლურსმნის გარეშეა აშენებული. შვაბების მთავარ ქუჩაზე შეხვდებით გოთურ სტილში აგებულ ლუთერულ ეკლესიას მაღალი თაღებით. ეკლესია ცნობილმა არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა დააპროექტა. გერმანიიდან საქართველოში პირველად საბჭოთა კავშირის დროს ჩამოვედი. წლების შემდეგ გადავწყვიტე დაუბრუნებულიყავი. საინტერესო იყო გვენახა როგორ განვითარდა სოფელი მას შემდეგ რაც ის გერმანელებმა დატოვეს. საცხოვრებელი სახლები, არქიტექტურა ძალიან ახლო და ნაცნობია. მიხარია რომ აქ მაცხოვრებლებმა შემოინახეს ეს ყველაფერი. 1918-1921 წლებში საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ორი დეპუტატი ელიზაბეტ ტალიდან იყო, ბერნშტაინი და პაულ ბიული. ბერნშტაინმა ქვეყანა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დატოვა. პაულ ბიული კი რეპრესიებს შეეწირა და 1938 წელს დახვრიტეს. დღეს თუ ვინმე სტუმრობს ძველი, თავის წინაპრის საფლავს ეძებს და სხვათა შორის პოულობენ კიდეც, მოდიან სახლის ნომრები იციან თავიანთი მამა პაპისეული და მე დამინახავს ის ფაქტიც, როგორ ეფერებიან ამ ხის რიკულებს და ასე შემდეგ. სოფელში შემორჩენილია გერმანელების მიერ აგებული ჯვარედინი ფორმის უნიკალური მარანი. შვაბების ძირითადი საქმიანობა მევენახეობა იყო. ცნობილი ღვინო ასურეთული შალაც გერმანელების სახელს უკავშირდება. გადმოცემის თანახმად ელიზაბეთთალში მცხოვრებმა გერმანელმა ოტო შალმა ნასოფლარში აღმოაჩინა ქართული ვაზი ასურეთული შავი და ელიზაბეთთალში გააშენა. გერმანელებმა ღვინის დამზადების თავისებური ტექნოლოგიაც შეიმუშავეს, ქართულ ტრადიციულ მეთოდთან შერწყმით. ჩვენთან 3 თვე, 6 თვე, ზოგჯერ 1 წელიც აყოვნებენ ჭაჭაკლეს და ღვინოს ერთმანეთთან და იმიტომაც გამოდის ჩვენი ღვინო ქარვისფერი და ესეთი ძლიერი, სხეულიანი, ტანინიანი.
მათი ღვინოები ესეთი არ უნდათ რომ ყოფილიყო, ამიტომ ეს დროში ამცირეს, ბევრიც და ჩაატარეს. იგივე ტექნოლოგია, რასაც კი ჩვენ ქვევრში ვიყენებთ, გადმოიტანეს მუხის ჩანში და შეამცირეს დრო. აი ეს არის უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც გვინდა რომ თელს მსოფლიოს მოყვარულებს ღვინისას ვაცნობოთ, რომ ჩვენს რეგიონში არის აი ესეთი განსაკუთრებული ტექნოლოგია და ამიტომ უნდა მობრძანდნენ და ნახონ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ღვინოები დააგემოვნონ. ამ ადგილას ძველად გერმანელების მანქანა ტრაქტორების სადგური ფუნქციონირებდა. გერმანელებს მაშინ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩარხი და დაზგა დანადგარები ჰქონდათ. დღეს ეს შენობა ტურისტებისთვის თუ ადგილობრივებისთვის განსაკუთრებული თავშეყრის ადგილია. იდეა ჩვენი სადგურის ეს არის, რომ იმ მომენტიდან, როდესაც გადაასახლეს, რაღაცნაირად გავაცოცხლოთ ის, რაც აქ იქნებოდა, რო არა გერმანელების გადასახლება და ეს იქნება თქვათ ლუდი, ღვინო, საჭმელები, ტრადიციები, ფესტივალები, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. პირველი დასახელება არის პირდაპირ დასახელება, რომელიც ერქვა ამ ადგილს, როდესაც აქ გერმანელებმა 1932 წელს დაარსეს სამანქანე სატრაქტორე სადგური, სადაც პირველი თაობის სასოფლო-სამეურნეო და დამხმარე ტექნიკა და მისი საკეთებელი ბაზა იყო აქ განთავსებული და მეორე საინტერესო დატვირთვა აქ ბაუნჰოფი რატომაც დავარქვით გერმანულად აქედან არის 7 კილომეტრში ძალიან საინტერესო ღვინის სარდაფი შემდეგ ღვინის ხარხანა იყო და იქ ეგმებოდა გაკეთება რკინიგზის ხაზის რომელიც სამწუხაროდ არ დაცადათ გერმანელებს სოფელ ასურეთში ახლა ჩამოსახლებული რაჭველები და მათი შთამომავლები ცხოვრობენ, რომლებიც სოფელში ქართულ-გერმანული კულტურის გაერთიანების სრულიად განსხვავებულ მრავალწლიან ისტორიას დღემდე ინახავენ.